მეგობრებო, Tesla ყავს მდგომარეობას განახებთ. აი ეს შუა სტოიკა აქვს ჩაკერებული, როგორც ხედავთ. გიოს და ლაშიკოს ნამუშევარია. აი ეს გასწორებული აქვს იდეალური. მოკლედ ამ ყველაფერს ახლა ჩვენ მივყვებით და ავმუშავებთ. ამ ჟანგებს მოვაცლით, რაც პრობლემა აქვს ყველაფერს. დავშვა-კლავთ, ავამუშავებ და მე ნენლაყ გადავიღებ საბოლოო შედეგსაც, რა თქმა უნდა, ვნახავთ და ნახოთ რა გამოგვივა აქაც ანალოგიური პრობლემა აქ აი ამ ადგილას. აი ესე ცოტა კანთანაც გაქცეულივით აქ და მეორე არის აი ეს, ну კარებს კიდე გავარეცხავთ, ნახავთ უსადმე კიდე დეფექტი აქვს, მაგასაც შევასწორებთ, აქაც აი ესეთი წარწმუნები აქვს. და საბოლოო შედეგსაც რა თქმა უნდა გადავიღებთ, განახებთ, ну როგორც ხდება ქვემოთ თავის ბეშუმი წავა, მერე ზემოთ აღებავი და აი ეს ჩამომეგობრებო. მეგობრებო, დამუშავდა, ნუ ვეღარ მოვასწარი დაშბოკლი მდგომარეობა გადამეღო. მოკლედ აი ესე დაუგრუნდეთ. ეს კრილოს დაუგრუნდეთ, ფორმა დახვეწეთ. ეს კარებიც ანალოგიურად, ეხლა ბოლოპირს მთლიანად ჩავსვათ გრუნტში და საბოლოო შედეგსაც გადავიღებთ, რა თქმა უნდა და განახებთ. ესე იგი, მეგობრებო, დავამზადეთ, დავამუშავეთ. დაზიანა გადამული ადგილები, მოკლედ აი ესე იდეალურად გამოვიდა. ეხლა ამ ეტაპზე გვაქვს ჩვენ გასაკეთებელი გასაწვენდი, ეს მანქანა გასასუფთავებელი და მე საბოლოო შედეგსაც რა თქმა უნდა განახებთ. ეს კრილოც გამოვიყვანეთ ფორმებით, კანტებით აი აქ. ზედა სტოიკა, ქვედა სტოიკა, ეხლა ქვემოთ ბეშუმები გვაქვს დასასხმელი, როგორც მოყვება ქარხნულს აქეთა მხარეს, თავიდან ბოლომდე. და ამ მხარესაც რაც შეეხება, ეს კარებიც გავაკეთეთ, ერთი პრობლემა ჰქონდა, რამოდენიმე წელი ჰქონდა და ეგაც გავასწორეთ. ეს კარებიც აი ესე იდეალურად გამოვიდა, ეხლა ყველაფერს გავასუფთავებთ, გადავწმინდავთ შემომეგობრებო, შევფუთავთ და დავიწყებ ამ ყველაფრის დამზადებას, შეღებვას და საბოლოო როიტყვიან ვერსიასაც გადავიღებთ და განახებთ ბოლო შედეგს. მეგობრებო, ესე იგი დავამზადეთ კარებით, შევფუთეთ, დაგვრჩა ეს რუჩქუში ჩასაფუთი, ესაც აი ესე გადავფუთეთ, გავწმინდეთ. და აქ კარნიზისკენ გადავუდგეთ. კარნიზიც აი ესე გამრიალად გავაშავეთ, როგორც უნდა იყოს, აი აქეთ ქვემოთაც. აი ესე და ახლა მივყვებით. გავუშვებ თავის პადლოშკას და ამ ყველაფერს შევღებავ და საბოლოო ეტაპსაც გადავიღებ, მეგობრებო და განახებთ შედეგსაც. მოკლედ, მეგობრებო, დავასრულეთ ჩვენი Tesla. ესეთი გამოვიდა. დეფექტები ძირითადად ის მეშინო და ფაქტიურად იმდენად არის მჩნევა არა აქვს. გამოვიდა ეს იდეალური. უკანა კრილოც იდეალურად გამოვიდა, თავისი კანტიც აი ესე იდეალურად გამოვიდა. გადაბის ადგილებიც იდეალურად აი ესე არც არაფერი ეთყობა. აი ესე გამოვიდა. ანალოგიურად აი ეს ადგილიც გახსოვთ, აი ეს იდეალურად გამოვიდა. აქაც ანალოგიურად, მოკლედ სულთან გაკეთდა სულ ყველაფერი, ეს ქვემოთ თავის ბეშუმის ადგილი და მოკლედ ხვალე გვჭირდება უკვე ჩვენი გიორგა აგვიწყობს სულ ყველაფერს, ამას კარებს ჩამოვკიდებ და მოკლედ აი ესეთი იდეალური მანქანა გამოვიდა. ესე მეგობრებო, აწყობისაც გადავიღებ ამ ყველაფერს, ერთიან შავსვავ, მოკლედ რა როგორი გაკეთდება, ბამპერი დამაგდება, უკანა სტოპი აქეთა კარიც აიწყობ, აქეთა კარიც და ერთ სრულ ვიდეოსაც აწყობილზე გადავიღებ და ამით დავასრულებთ ამ მანქანას ჩემო მეგობრებო. დასრულდა Tesla, ააწყო ჩვენმა გიუშამ, მოკლედ ამაზე შეიღება ეს კარი, ნუ ქვედა კარნიზის ნახეთ და უკანა კრილოც შეიღება. დანარჩენი არის თავის ქარხნული, ფერიც იდეალურად, იდენტურად დაჭდა, როგორც უნდა იყოს, ანუ გინდაც აი ორი კარების შორისაც ფერი იდეალურად დაჭდა. ყველაფერი გამოვიდა იდეალურად, ამ კარების მდგომარეობა გიგახსოვთ, აი ესე იდეალურად გამოვიდა. ანალოგიურადაც ეს კრილოც იდეალურად გამოვიდა, ჩემო მეგობრებო. მოკლედ ესე დასრულდა. ველოდებით ფლობეს, გავატანოთ მისი კუთვნილი მანქანა. და გადავალთ შემდეგ მოდელზე, ანალოგიურად ისე Tesla-ზე მზადდება და ეს ტაივანის კაპოტება მოკლედ
შევჭამეს ახალია და გინდა არ გინდა სტამპობის ადგილი უწევს დაშფაკლა, უწევს დამუშავება, ანალოგიურადაც განახეთ აი ახალ კრილოსაც და რომელიც თვითონ არაფერი არ ჭირდება და ესაც ანალოგიურ პრობლემაშია ესე აი ეს ჭირდება დამუშავება, მოკლედ დაშფაკლა, იმიტომ სტამპობის ადგილას უწევს რომ ქარხანა ბეჭდავს. გამოდის აი ესეთი რო იტყვიან ცუდი. კაი არ არსებობს ბევრი რაღაც სწავლა შევცვლიო, ანუ უკეთესი არ იქნება, ამიტომ ოპტომ ყიდულობენ ერთმანეთზე აყრიან და ისე მოვაქვთ რა. ზოგი აქეთაა დაბრეცილი, ზოგი იქეთაა დაბრეცილი. ნუ პლუს მინუს ოდნავ უკეთეს, ოდნავ არაუკეთეს თუ ნახავ რა. მეც ვერ ნახავ იდეალურს რო რომელიც მხოლოდ დაჭირდეს საღებავის გადასხმა. მაშინ ორიგინალი უნდა იყიდოს და ორიგინალი კიდე ესეთ ფასებია, მოკლედ მეგობრებო, რომ ყველა ვარიდებ თეოს და იმიტომ რომ ძალიან დიდ თანხებთანა საქმე რა.